დილამ შვიდობის ძვირფასებო როგორ ხართ ლიკა მყავდა და გუდის კლასი ლისტით ხო და დავლიეთ ყავა ასე რომ ეხლა მომიწევს მე ყავის დალევა ეს ავიღოთ this ხილი დავყარე აქ ქილები მიდევს უნდა გავდობრო ტომატია მისხული აქ ციცაკა მიდევს ორჯერ გავრეცხე მაგრამ კიდე წყალში დავტოვე ძვირფასებო როგორ ახართ რა შვრებით ეს მაგარი კაია მინდიმა დავეცხილები გავქინე დეიბები და საბნებით გავყარე იმიტომ რომ მოკლედ მე მგონი მომავალი კვირიდან უფრო ესეთი ამინდები იქნება ფაფის ქვაბი გავანთავისუფლე და დასარეცხად მიდეს Indemnity as from the Rosuda is that our color. It really does carrots feeling. Then it's like a 20 carrots feeling. Niorit, scarceuli da garezzini. Ჩავდება ეს თავისუფალი უნდა მქონდეს ეხლა ხელები უნდა ვადუღო და გამდუღრო ეს ისა ქილები ეს ქვაბი როდის იქნება ამას კაი ახალ წყალს ჩამასხარ მაინც დილით ავიღე ხალი კარონის უნდა მაშინა რა მაინც კიდე ახალს ჩავასხამ მოხუფო უნდა კიდევ კიდრის მცნილი გაჩვენებთ რამდენი გამომივიდა ეს ჩემი თვა კი არა ქოჩქრილი მაგრამ წუხერო დავიბანე მერე არ დამივაცხნია ფენით და ესე დარჩა ეს ვერ მივდივარ რომ გავისწორო ან რამე საღამოსთვის მერე ვიზამ რამეს ან რა ვიცი ყველაფერს რომ მოვხჩები მივხედავ ჩემს თავსაც კომპოტები გავაკეთე და ეხავ ნანო უხელაც მინანე კეპეც დავინანე ძალიან დიდი სისულელე გავაკეთე ძალიან დიდი სისულელე გავაკეთე რომ ატამი ვიყიდე მართლა სავსეა მაგრამ ნადუღარია 60 ლარის რამე რომ მეყიდა ის მომეხუფას ჯობდა კი მოვახერხებდი 1.15 კილა იმას მაინც რა ქვია соус ძალიან დიდი სისულელე გავაკეთე მაგრამ მუხრანიც შემიჩნდა რომ წელს კომპოტები არ გაგიკეთებია და ბავშვებს უყვართ და თანატამი უყვართ იმ ნაყოფს ჭამენ თორე სხვა არც ერთი იმის კომპოტის ნაყოფს არ ჭამენ ჩემი შვილები მარტო ატამი გეგა განსაკუთრებით ხელარი ვადუღებდი კომპოტისთვის და იმისთვის ამით და აი ამ ჩაიგნით
მაგიტო ვხსოვ რომ ნადებიანი არ მინდა. აქ ამ კალმა უცებ იცის. ეთმოძღებაზეც ის ზემოთ იდებს წყალზე ზემოთ, მაგრამ რამოდენიმეჯერ თუ მოადუღებ, ამ ჩაიგდით მერე ისე უნდა გახერხო. ყავა დავლიე, ცოტა ძალა გამომაცალა, თითქოს უშაქრო დავლიე, რამდენი ხანი უშაქრო ეხლა როდის იყო ის უნალებქო რო დავლიე, თორე ეს უშაქრო როდის დავლიე არ მახსოვს ნალექიანი. ეხლა იქ დავილაგებ კართან, არა გაჩვენებთ და აქ მაქვს შეფუთული 1 2 ოღონდ არეულად ჩავდე ანუ ხო სხვადასხვა იყო ატმები, მაგრამ რო დავჭერი მერე არეულად ჩავდე. ექვსი სამიანი გამოვიდა და კიტრის მწნილზე არ მეყო ძვირფასებო, ისინი რა ქვია, წიწაკა, პიმპილი, რა ვიცი, მწვანე წიწაკა, არ მეყო. ესე. ეს ორი ხო წავიღე. ეს კიდე ორი. ეს 4 და ლიტრა ნახევრიანები გავაკეთე კიდე. წუხე რა დროს მოვჭი. ხუთი გამოვიდა ლიტრა ნახევრიანი და 4 ორიანი. ეხლა აქ 5 მიდევს კიდე ლიტრა ნახევრიანი და 1 ორიანი დამრჩა. 40 მქონდა 3 ლიტრიანი და მაქვს 36. 1 გამიტყდა. შაქარი ეყარა და კოზით ამოფხიკა მეთქი და ცუდად მოვარტყი და დავამტრიე, მაგრამ 3-ს ვერ პოულობ ვერსად. მერიდება კიდე რო ვიკითხო რომ ვინმეს რამე ხო არ მოგეცით მეთქი, იმიტომ რომ მივეცი, მაგრამ მაინც მერიდება. თვითონ გაახსენდეთ იქნება თქო. ამიტომ დავით ესო კიდე ახალების დიდი ვარჩავა. არა, კაი, იქედან გამოვიყან. მაღლა სადბეს
ბევრი გამდუღრე ეს ისინი რა ქვია 4-იანები კომპოტისთვის და ისევ იქეთ წავიღე. ხუთი მე მგონი მომაკლდება. 6 არ მინდა, მაგრამ ბატონო. აი. ნახეთ. 1 ლარი. ეს 5 მარტო. ეს პატარები 5 ლარად ვიყიდე შეკრა 20 ცალი არის. ადიალაზე მკითხეს კიდე თათი ბოდიში პირადში კი არა და იქაც კომენტარშიც ვერ გიპასუხე. ის ადიალა 130 დინის გადასაფარებელი და კრესლოების 130-ო მითხრა, მაგრამ 120-ში მოგცემო. ვიცი რა თქმა უნდა თურქეთის ფასები, მაგრამ მინდოდა ძალიან, ამიტომ თურქეთში მე როდის სწავლან რაღაც. ხო და მოკლედ გამოვართვი, ორთვეზე მინაწილებს 120 ლარად. კიდე რამის ფასი მკითხეს არ ვიცი, სუნელზე გაჩვენეთ. ეხა სუნელი არ მაქვს. სოუზი რომ მაგალითად გამეკეთებინა 50 ლარი მაქვს და 1-10 კილა რომ გამოვიდეს ლიტრიანები. იმდენს გააკეთებს ის, მაგრამ სუნელი არ მაქვს, სუნელი მაქვს საყიდელი. უნდა ვიყიდო სუნელი. მაგიტომაც ვიცდი. ამას არაფერს არ უკეთებ ესე. ვაჭრი. წვეტებს. ჟავე ძალიან მიყვარს. მე პომიდორისასაც კიდე გავაკეთებ. პომიდორისას გავაკეთებ. ძალიან რომ დამაგვიანდა და მე ყველაფერი ერთბაშად მინდა ასე ვერ გავაკეთებ. იმიტომ რომ ყველაფერს უნდა. და თან მარტოც რო ვარ ძალიან რთულია. ეხა უფრო მეტად იმიტომ ცალია რომ გუშინ გავაკეთებ ბევრი კარტოფილის სოუსი რომ ბავშვებს ქონოდათ საჭმელად. ამას რომ მოვჩებ მე ფაფასაც გავაკეთებ ზოგჯერ შუახეზე ფაფასაც ითხოვენ, მაგრამ მაინც მქონდეს მზად რომ საღამოს მიირთვან. მაშინ იმავშვები უფრო მეტად წინ ვიგდებ თითქოს საქმეს. იმედია კარგი იქნება. მე არაფერს არ ვუკეთებ. იცით თქვენ და მე ბევრჯერ მითქვია რომ მე ვაკეთებ ძველებურად როგორც მიჭამია ჩემს სახლში მჟავე და არსად აი ესეთი მოხუპული მჟავე მე გემრიელი არ მიჭამია. ეხა ვისთვის როგორ ზოგს შეიძლება რასაც მიჩვეული ადამიანი ის უყვარს. ხო და მეც ასეთი მომწონს, არ მომწონს შავი პილპილით, კამა, ქინძი, მოკლედ ყველაფერს როდებენ, კიდე ხასტაფილოსაც და ცოტა კომბოსტოს გახეხილსაც ურევენ და არ მომწონს, არ მიყვარს. ამიტომ როგორიც მიჭამია, ისეთ გავაკეთე. და ძალიან კარგი იყო, შარშან ჩემი გაკეთებული გინახიათ ბევრჯერ, წყალით სუფთა და კამკამა არის, გაკეთებ ხოლო ნიორი, ნიახური, წიწაკა, მარილი და სალიცილი. всё. მეტი არაფერი. სრულებით საკმარისია და დამიჯერე და აი არ ვიცი. ძალიან გემრიელი არის, აი ესე გაკეთებული მწყნივი. სპეციალურად არ მოვაჭერი წუხე. რაც ვიცოდი რომ დამრჩებოდა მაგალითად ამდენი, მაგრამ ძალიან მაგრადაც ვერ ვტენი ამ იმაში კილებში, მე არ ვიცი. ჩატენვა. კიტრი არც ერთი არ იყო გაფუჭებული, რაც მომცეს, ყველა კარგი იყო. ყვილს ვერ ვიტყვი, ერთი ცალიც არ
ჩამიგდია მაგალითად სანაგვეში. ასე რომ რა ვიცი მეტი რა გითხრათ. ბავშვები ბაღში მყავს, 5 საათამდე არ მომყავს. 5 რო დაკლდება, მაშინ მივდივარ და მაშინ მომყავს. იმიტომ რომ ადას წამოსვლა არ უნდა ერთხელ ადრე რომ მივედი. ხო და ორჯერ სიარული არ მინდა. თან არა გეგამ მითხრა რომ დედიკო კიდილით არ ჭამს არაფერს, მაგრამ სადღაც 4-ის ნახევრისკენ აქვს ჩაი და კალათიანი პური, ზოგჯერ კაკაო. კაკაო არ უყვარს, მაგრამ გუშინ მითხრა რომ დედიკო ჩაი და პური შევჭამეო. ცოტა მომეშვა. ჩაის აქაც სული თხოვს გეგა, უყვარს ძალიან. გოდემ დედიკო მადლობა ღმერთსო, მე ღირსაო ლიმნიანი ჩაი, ლიმონი რო ვიყიდე. რამდენი ხანი მეხვეწებოდა. მუხას რო დაურეკე, გაგიშდა 2 ლიმონშიო, არ მივცემო 6 ლარს. არც 5 ლარსო. ამიტომ არც კი მიჩვენებია მუხაზე, რომ ლიმონი ვიყიდე. ესე და ამგვარად შემოკარგებო. ამას გაავსებდეს იმას და იმ 1-2 ლიტრიანს არ მინდა არაფერი. იმათ მაინც გამდუღლა, მე ხოლმე დავიწყებ იმას ქილის მოძებნას, რომ მაინც მზად გქონდეს. თუ რამე მორჩება და მე სახლისთვის ისე საჭმელად იმას ვიზამ ჩავხრი. ძალიან მინდა კეჟერა. მაგრამ უნდა ვუთხრა ერთი გამომიგზავნეთ ხო დედაჩემს. მაშინაც კი ვუთხარი, მაგრამ არ არის და ეხა კიდე უნდა შევაწუხო და ვუთხრა. რო გითხარი რატო არ გამომიგზავნეთ ხო. აქვს, მე ტყუილად იმებს ძროხას აჭმევენ და მე მაინც ვჭამ. გარეთ მაქსის ამაზე იმიტომ დავალაგე, რომ წვენი არ ყოფილიყო და კიდრი არ გაეფუჭებინა. ისინი მზად ვართ, იმედია ნიახური მეყოფა. ეს ნათიას მოტანილია.
მე მგონი მუხას ვარ არა მუხას ვაყიდინე კი მუხას ვაყიდინე ნათია გარის გამახსენდა სულ რომ მოქონდა ჩემთვის მიახური ის გამახსენდა და ეს სოუსისთვის რომ მოვატანინე ისა საერთოდ არ ქონდა სუნი გუში რომ ნახე ერთთან მიახური საერთოდ ეხლა ეს ჯერ რამდენი დღეა სოუსი რო გავაკეთე და მას მერე მაცივანში მიდევს და ეს სადაფუჭებულა და სუნი აქვს თვერა დამდენი ხარი არა ჩაიდი თუნდა დამეკეთებინა გეგასთვის მიუციათ ლექსი ჩატში ვნახე და ეხა შეუდგეთ უნდა ლექსის სწავლას და ყვითელი მაიკა მაქვს საყიდები და მე მგონი არ ვიცი სად ვიშოვი არ ვიცი მაგრამ უნდა ვიყიდო ოქტომბრის ბოლოს აქვს მე მგონი კონცერტი საშემოდგომო თიალაც მითხრეს თიალაც არ მაქვს არ ვიცი სად ვიშოვო იყიდებოდეს იქნება იმას კი არა ადამიანს იყიდი ხეს რა არ იყიდება ყველაფერი იყიდება მაგრამ ამარჩენებს ვნახავ ადამიანთა ეხა შემიმჩნევია დღეს გარეთ თორე კითხავდი ეხა თუ უნდა იმიტომ რომ იქ კურკებიც არის რატომის თუ არ უნდა მერე წავიღებდი იქეთ და გადავყრიდი ეს უკვე მეყოფ როგორ მიყვარს მიახრივე წარმოიდგენ ძალიან მიყვარს კაი ყველაფერს დავამზადებ მე და მოვალ ამას ავიღებ იმიტომ რომ ისევ აქ უნდა დავალაგო და დავაფარო ეხლა აუ ეს წყალი ადუღებულა ზემოთ თეთრებივით აქ ეს არ გამომარგება მოკლედ ისევ ანით გავაკეთებ იმას ადუღებულა მარილზე გავიქეცი არ მქონია და ორი პაჭკა ერთად ვიყიდე ეხა გაჩვენოთ აი ნახეთ კი კარგად ვერ ჩავტენე სადღაც აკლია მე მგონი მაგრამ აი ესე გავაკეთე გამოვიდა ძირფასება ნახეთ 7 და ეს ორიანი 1 იქეთ 5 მაკლიტრიანი აქ ეხა ველაპარაკებოდი ერთ ადამიანს და 5 და 5 10 გამომივიდა მეტი და თურმე 7-ია 12 გამომივიდა ლიტრანახევრიანები და 5 4 ლიტრია ესა 2 ლიტრიანები კარგია ცუდი არ არის შარშანი ორი მქონდა მე მგონი ორიანი და ლიტრიანები მქონდა და ერთ ჭამაზე წარმოიდგინეთ გოდესაც ისე მოეწონა რა აი ერთ ჭამაზე თორე მეტი არ ყოფნის ჩვენ ისიც არ ყოფნიდა ხოლმე და
როცა მომთოვებია და მაგალითად ლობიო მქონია, იმის წვენს დავისხამდი ლობიო, სადაც ნედო თეფშზე იქ. და იმას ვჭამდი. ის კი არა, იმის წყალს მთლად სვამენ, რაღაცისთვის არისო კაი. ასე რომ აი ასე, კარგი, ეს არ მინდა. ეს არ მინდა. ამაში თუ არის აბა ნადები ვნახოთ, ესეც დადუღებული იყო. ზემოთ ადევს, ზემოთ, ხალხო, აი მაგია რომ არ მომწონს, მერე ქილაში როგორ რჩება, იცით? აი კუთხეში უკვე წყალი რომ თარდება, აი კუთხეში იცის თეთრად რაღაცების გაკეთება. თეთრი ნალექივით, ოდნავ, მაგრამ მაინც ემჩნევა და ის არ მინდა. მაგრამ ეს არისო ესეთი წყალი. დონარასთან გავითეცი, დონარა არ იცით თქვენ. პირდაპირ მაღაზია რო არის, იქ მისია და არ მომაქიქე და 2 ლარი წავითე და ეს ვიყიდე. კადიკოდები და არ არის. ლარიზე ერთი მარილი, ერთი ბაჭკა. ყველგან ოღონდ. ეს ეხა უცებითება, მას ბევრი წყალი არ უნდა. მოკლედ, რაც და რისიც კმაყოფილი ვარ, ის არის რომ აი მჟავე უშენი, მჟავე მაინც რომ შემრჩა. რაჟანდაბა, როცა გინდა ხუინთები. აი ეს. მოკლედ. ეს რომ მომწერა ვიღაცამ ის ღირს დედაფაროსანა 30 თეთრიო. ამაზე მომწერეთ აი ამ დიდ ხუფებზე. ვიღაცამ კი არა, მე მგონი თამოიყო ქამუშაძე. ბუღარეში იჩავდა, მაგრამ გაცირდა. ცივიცა თბილია, მაგრამ რა მომეხა ის უკეთესი იქნება. კარგი. ეს ახლა უნდა გავავლო იქ. ეხლა დამავიწყდეს მე. ეს იმდენჯერ ჩავედი და მოვედი. სალიცინი არ დავთქვი მე? რატომ მახსოვს რომ დავთქვი? ბევრი. არა, ისიც არა. რატო ის არის 4 წამი? თვითონს ვუკეთებ ლიტრანახევრიანებში, მეტს მირჩენია რომ ყოველთვის ნაკლები გამოვიყენე, ხა ამოში ჩავყარე. აი ამაში მაგ ყველაში ჩასაკლები. ეს 6 გაკვეთილი აქვს და როგორი მაგიტო შეაგვიანდა გოდეს. მარილი ეს რამსის ხომარილის შემდგა.
მარიოს არ ვაკლებ, ერთს და ნახევარს ვუკეთებ. გავიჭერი იქ და ამერც ვაუცებე. ეს მაისმოდეს იქნება ცუდად ერთხელ. მამიწერს ვინმე. კაი, დავაპაუზე და მოვამნერე რომ გავაკეთე. So. Metto. დავყაროთ ხოდა ბაკი. ხო, ამას არის შეიძლება საჭმელად დავტოვო, იმიტომ რომ ამის წნილი რა იქნება. ნახეთ, აი აქ ფილმით მაქვს. მარილი. ნახეთ ეს. უნდა დავყარო. ეს იმდენი ვიარე. საათამდე არ მოვიყვან ბავშვებს. მივწერ და შვებიან როგორ არიან და თუ რამე წავალ და თუ არა და არ წავალ. ადუხდება მალე. ადუხდა. აი, ეს. ახლა არაფერს არ ვაკეთებ, ისე ჩავას, ხა? ზოგი უცვლის, ამ წყალს გადმოღვრის და მე ისევ ჩაასხამენ ქვაბში და ადუღებენ, მე არა. ვინც როგორც უნდა ისე გააკეთეს. უბრალოდ მე არ ვაკეთებ, მაგასაა როგორ იგნებით. მე კარგი მინდა. კეცი გადაწყობ რომ ეყარა და იქეთ მქონდა. გუშინ 1 კილა გაგვიწყდა. ის ლიტრა ნახევრიანი. ხოდა მე შევცვალე. გამოვიღე რა თქმა უნდა და აი ესე გავაკეთებ ციფასებო. ასე თავით დავაყენებთ. და ეს უცებოდა და ამასხანა და შევჭი. დამასხანა. კიდევ ერთხელ ადუხდოს. ასე. ეხლა ქიშენი ეს მე ამ კილების მეშინია ესეთი კილა იყო რომ გაგვიწყდა. აი ესე. ეს არ ეყოფა მაინც. ამიტომ აკეთოს. ეხლა გავწმინდოთ რომ შევამოწმო ნახო რომ ჰაერი არ შედის ან გამოდის თუ რა ვიცი რაც ქვია მაგას ხალხა. ოქია რაც ხა. ნახეთ საერთოდ თითი არც დასრულდა, ესე იგი კაია. ამასაც ასე დავდებთ. ეხლა
მოვადუღებთ და ეს განვაგრძობთ. აი ძვირფასებო. ესეც ასე. ეხლა დავაფარებ, ასე დავტოვებ. აგერ კიდე ჩვენი მჟავეები 1 2 3 4 5 6 7 8 9. აქ 9 მაქვს. იქ მაქვს 7-5 ლიტრიანი და 1-2 ლიტრიანი. საბოლოო ჯამში აი კიტრი რაც ვიყიდე მაგით კმაყოფილი ვარ. ეხლა კი რა თქმა უნდა სანამ მაგას შევიტან ძვირფასებო უნდა გავწმინდოთ, მაგრამ გავწმენ ცოტა ხანში იმას ვერ დაველოდები ეს ხვალ დილამდე იქ იქნება. ხო და ეს ამგვარად აი ასე ამას გავრეცხავ, ამ თასსაც გავავლებ, ამას გავრეცხავ. ეს შემია მჭირდება მერე აქაც მაგალი დამიყრია. ეს მოვირჩა. ეხლა თუ როგორ შეძლებენ არ ვიცი, თორე თუ გამომიგზავნეს მჟავეს გავაკეთებდი იმისას. ხალის კეჟერას ეხლა შევუდგე უნდა გაირეცხა ადიალა და რაღაცები შევყარე. გაირეცხა მე თუ ჩემით. ხო და წავედი ძვირფასებო. მოკლედ კიდე რა ვიცი რას მოვიფიქრებ, მაგრამ არაფერი. ეხა სუნელს მუხამ მოაგვაროს სუნელის ამბავი. 1 კილოც მეყოფა მე ეხა ამჟამად მაგისთვის. არა უფრო მეტი უნდა გვეყიდა, მაგრამ სისულელე გავაკეთე. ის კი არა, ისიც არ ვიცოდი ეხა 3 კილოს სუნელი თუ მომინდებოდა. წარმოიდგინეთ, იმ 3 კილოს სუნელიდან სოუზი გავაკეთე და პამიდურის საწებელში დაიხარჯა სულ 6 სუნელი. 3 კილოს ვინ უშვება, ვინ მეუშვებით, თუმცა ბევრი იყო ძალიან ეს პამიდურის წვენიც. არა მე მგონი მარტო მე ვარ. მოკლედ ეს წავედი აბა. დაგემშვიდობებით ბედნიერ და მშვიდობიან პოზიტიურ. რაც მთავარია ნაყოფიერ დღეს გისურვებთ.